მოგესალმებით. თითოეულ თქვენთაგან უღრმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილოთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგესწრებით, მე ვარ კატო. დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა წასულ პარტნიორთან მიმართებაში, რა ენერგიებში არის, რა ენერგიებში შეხვდა ახალ 2026 წელს პარტნიორი, რა ხდება მის ცხოვრებაში. ნახოთ, რა ენერგიებში არის წასული პარტნიორი. რა ეს გვეტყვის. სხვათა შორის წასული პარტნიორი შეიძლება ითქვას ენერგიებშია, როდესაც ადამიანი ძალიან ბევრს მუშაობს. ეს შესაძლებელია საკუთარ თავზე მუშაობაც იყოს, შესაძლებელია რაღაც ფიზიკური მუშაობაც იყოს. ადამიანი ცდილობს თავის ცხოვრების რაღაცა ნაწილი მაინც გადაიტანოს სამუშაო პროცესში. ის იწყებს დაცვას, ესე რომ ვთქვა, არ ვიცი ის განიცავს თავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკუთარი სურვილების, საკუთარი პრინციპების დაცვას იწყებს. ადამიანი როგორც ჩანს, უფრო შეიძლება ითქვას, იწყებს განთავისუფლებას რაღაცა პრობლემებისგან, რაღაცა არასწორი მდგომარეობისგან, ხო? ადამიანი ცდილობს, რომ გამოასწოროს თავისი ცხოვრების ეტაპი, ხო, რაღაც თუნდაც ახლა ახალი წელი დაიწყოს ახალი ენერგიებით, ახალი შემართებით, ესე რომ ვთქვათ, და თავის ცხოვრების ბატონ პატრონი გახდეს, ესე შეიძლება ითქვას, ხო, რაღაცა თუ აქამდე ქონდა რაღაც ესეთი პრობლემები, რომ ხო ის აზრის ქვეშ ექცეოდა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ უნდა განთავისუფლდეს ამ ყველაფრისგან, უნდა დაიწყოს თავისი დაცვა, თავისი სურვილების, თავისი პრინციპების დაცვა და დაიწყო მუშაობა ამასთან მიმართებაში. როგორ ენერგიებშია? როგორ ენერგიებშია? რაც შეეხება ენერგიებს, ჯერჯერობით მის ენერგიებში ნამდვილად ისახება ის მომენტი, რომ მას პარავენ ენერგიები. არ ვიცი, ხა შესაძლებელი ვიღაცისთვის რაღაცა იყოს ნეგატიური კუთხით, ვიღაცისთვის უბრალოდ манипуляტორული ქმედებებით იყოს, ხო? ყოველ შემთხვევაში, რო ვთქვათ, რომ როგორ ენერგიებშია, არ არის თლათ დადებით ენერგიებში, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არ ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაღწევას, ხო? შეიძლება სამყარომ მისცა კიდევაც სადამსჯელო გაკვეთილები, ესე რომ ვთქვათ, და საკმაოდ ესეთი პრობლემური პერიოდიც გადაიარა და გადაიტანა. ან გადის კიდევაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახეთ, რა ენერგიებში არის საკმაოდ ესეთი, რო ვიტყვიან, გაურკვევლობაში, საკმაოდ რთულ პერიოდში ადამიანი, მაგრამ ნახეთ, ცდილობს, რომ აი ამ სიტუაციებიდან და ამ პერიოდიდან გამოვიდეს. ხო, თუ ადამიანზე თქვათ იყო რაღაცა ზეწოლა, თუ რაღაცა იყო ადამიანზე ესეთი, რა ვიცი, თუნდაც არის ხომ ეს შემთხვევები, ნეგატიური ზემოქმედებები, ადამიანი მიმართა შეიძლება ითქვას ვიღაცას, ვინც ეხმარება ამ ყველაფრიდან გამოვიდეს, ხო? ვინც ეხმარება, რომ რაღაცა გადაანალიზება. ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფსიქოლოგი იყოს, ვიღაცისთვის ეზოთერიკოსიც იყოს, ვიღაცისთვის უბრალოდ მეგობარიც იყოს, რომელიც უბრალოდ ეხმარება ამ ადამიანს, რომ გამოვიდეს იმ სირთულეებიდან, რა სირთულეებშიც, ესე ვთქვათ, ამოყო თავი, ხო? როდესაც ადამიანის ენერგიებში ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი ისახება. ახლა კიდევ როგორ არის, რა ხდება? ესე ვთქვათ, მის ცხოვრებაში შეიძლება ითქვას, რომ მისივე არასწორი ქმედებებით ძალიან ბევრ რაღაცა გაიყინა, ძალიან ბევრ რაღაცა პრობლემის წინაშე დადგა, ხო? თქვათ, ურთიერთობაში არასწორად მოიქცა, ზუსტად არასწორად მოიქცენ მასაც. თქვათ, ფინანსური კუთხით მოიქცა, არასწორად ფინანსურად მოიქცენ. ანუ ადამიანს რაც ქონდა, ანუ ჩადენილი, ზუსტად იგივე დაუბრუნდა, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ მე ეხა ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი
არ ცდილობდეს შეიძლება რაღაც მომენტში ნახეთ აქამდე თუ კი რაიმე პრობლემის წინაშე თუ კი რაიმე ისეთი ცუდი პერიოდის წინაშე იდგა დღესდღეობით ადამიანი ამ ყველაფრის გამოსწორებას ცდილობს და ცდილობს სხვა ადამიანის დახმარებით ესე რომ ვთქვათ ხო ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება ითქვას რომ არის ეხა ადამიანი, რომელიც ეხმარება, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს ან არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მაგრამ ადამიანი ცდილობს, რომ თავისი ენერგიები, რომელიც არის ძალიან მძიმედ, რომელიც არის მისთვის რაღაცა ტკივილის მომტანი ხო, რომელიც რაღაცნაირად არ აძლევს საშუალებას ცხოვრებისეულად დადებითი ასპექტები განვითარებულიყო და საკმაოდ ბევრი ტკივილიც გამოიარა, ნელ-ნელა ცდილობს, რომ ამ სიტუაციებიდან გამოვიდეს. ნელ-ნელა ცდილობს ეს ადამიანი, რომ ამ ყველაფერს მისცეს რაღაცა კურსი, ხო? მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანმა შეიძლება ითქვას იმხელა ტკივილები და იმხელა ემოციები ბოდიშით ემოციებიც განიცადა შეიძლება ითქვას რომ მეგონა რომ უკეთესი პირობები ექნებოდა უკეთესი სიტუაციები ექნებოდა და ანუ შესაბამისად ცნობას ვერ გაუძლო და თქვათ თქვენ ურთიერთობაშიც თქვათ მოიქცა რაღაცა არასწორად ხო მაგრამ აი ზუსტად ის არასწორი ქმედება მას ძალიან დაუტრიალდა შეიძლება ითქვას იმის მაგალითად რომ რაღაცა წინსვლა ქონოდა აშკარად უფრო უკან წავიდა მისი ცხოვრება მაგრამ ესე ვიტყოდი რომ ეხლა როგორც ჩანს მიხვდა რომ თვითონ ვერ გამოვიდოდა ამ სიტუაციიდან და დაიწყო რაღაცნაირად დამუშავება ხო ამ სიტუაციით ნუ ხა კიდევ ერთხელ ვიძახი ვიღაცა შეიძლება მართლაც მივიდა თქვათ მიხვდა რომ თქვენს ურთიერთობაში თუ მის ცხოვრებაში ვიღაცამ რაღაცა ნეგატიურად იმოქმედა ზეგავლენა ქონდა და ამ ადამიანების ჩახსნა დაიწყო ან რაღაცა დასუფთავება მისი გადახედვა თუნდაც მის გარშემო მყოფი ადამიანების გარშემო მყოფი სიტუაციების ხო ნუ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა მომენტში იყოს თქვათ არაჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობდა და თქვენ არ იყავით მზად რომ მიდიღოთ ისეთი ადამიანი და შესაბამისად გაუშვით ხო მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეხა ხვდება რომ დრო მოვიდა იმისი რომ თავიდან დაიწყოს ცხოვრება დრო მოვიდა იმისი რომ თავისი სიტყვა დაიცვას დრო მოვიდა იმისი რომ ვიღაცას მიმართოს და ეხმაროს და მე ესე ვიტყოდი რომ ეხმარებიან კიდევაც ამ ადამიანს ეხმარებიან იმაში, რომ გამოვიდეს ამ ყოველივე სიტუაციიდან, ხო? ნუ თუ ფინანსური პრობლემების მდგომარეობა შექმნა, ვიღაცა შეიძლება ფინანსურად ეხმარება სულიერი მდგომარეობის პრობლემებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რაღაცა ესეთი საუბრებით და სულიერი განვითარებით ეხმარება, ხო? ვიღაცა ესე ვთქვათ, რაღაცა გამთელობის კუთხით თუ არის რაღაცა შეიძლება თქვას, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანმა ესე ვიტყოდი დაძრა თავისი ცხოვრება, დაძრა სასიკეთოდ მისდა, მაინც ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ როცა ადამიანი იწყებს რაღაცებისგან განთავისუფლებას, ეს ყოველთვის მისთვის სასიკეთო მდგომარეობა არის. კარგით. თქვენთან ურთიერთობის გამო რა განსაცდელი გამოიარა ამ ადამიანმა თქვენთან არასწორი ქმედების გამო, რა განსაცდელი გამოიარა? სხვათა შორის მე ესე ვიტყოდი რომ ზუსტად ის მოიმკო რაც თქვენ დაგაზიანეთ და დაგაზარალოთ ხო შეიძლება ითქვას კარმულად მიიღო ყველაფერი ის რაც თქვენთვის გამოიმეტა ხო იგივე სიმარტოვე იგივე მდგომარეობა რომელიც არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა ხო ესე ვთქვათ ბუმერანგის სახით დაუბრუნდა ის რაც თქვენთან გააკეთა ხო ნუ რამდენადაც მოგაყენათ ტკივილი ზუსტად იგივე რაოდენობით დაუბრუნდა ამ ადამიანს ყოველივე თუმცა ნუ ერთის მხრივ მაინც ის მომენტია რომ მიხვდა როგორც ჩანს ეს ადამიანი რაში მოიქცა არასწორად და რა
რაც მის თავს მოხდა შემდეგ, თქვა თქვენთან წასვლის შემდეგ, ესე რომ თქვენგან წასვლის შემდეგ, ხო? და შესაბამისად, დაიწყო მუშაობა. კარგით, მოდით ნახოთ, როგორი იქნება ამ ადამიანისთვის 2026 წელი. როგორი იქნება ამ ადამიანისთვის. ძალიან ბევრ კარს გააღებს, ესე ვიტყოდით, ექნება, სხვათა შორის ესე ვიტყოდი, რომ ექნება ამ ადამიანის გამოსვლის საშუალება ლაბირინთიდან და მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი რაღაცა მომენტში თქვენამდეც კი მოვიდეს და ნამდვილად თქვენამდეც კი მოვიდეს, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება ითქვას მიხვდა მის შეცდომებსაც, რაც ჩაიდინა და რაც არ უნდა სირთულეების წინაშე დადგეს, ეს ადამიანი ეცდება, რომ აქ სიტუაცია დაალაგოს, ხო? როგორ განვითარდება მისთვის 2026 წელი? მე გეტყვით, რომ სიტუაციებიდან, რომელიც შიც თვითონვე ჩაიგდო თავის თავი, თვითონვე სამართლიანად მიიღო ბუმერანგი, აი ამ სიტუაციებიდან, ამ ლაბირინთიდან ეს ადამიანი გამოვა და კიდევ ერთხელ გეუბნებით, შესაძლებელია თქვენამდეც მოვიდეს, ეხლა შესაძლებელია კი არა და ის მომენტი არ არის აქ მაინდამაინც რომ ვთქვათ რაღაც ურთიერთობა გააგრძელოთ და განავრცოთ, თუმცა შეიძლება ადამიანი გამოვიდეს თქვენთან იმაზე კომუნიკაციაში, რომ ბოდიში მოიხადოს თავის ქმედებაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანს კარგად შეიგრძნო ის ტკივილი, რაც მიიღეთ თქვენ ამ ადამიანისგან, ასე რომ არის ის მომენტი, რომ 2026 წელს წასული ადამიანი, რომელიც თქვენგან წავიდა და ბევრი გაკვეთილი გაიარა 2025 წელს, ესე რომ ვთქვათ. რახან მივიდა იქამდე, რომ უნდა გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და გამოასუფთავოს ეს სიტუაცია, თავისი მდგომარეობა, ხო, და დამხმარე პირები წყოთ, ანუ აქ როგორი მომენტიც ვიღაცამ შესაძლებელია ვიღაცამაც გაუნათოს გონება, ხო, ანუ ვთქვათ, როდესაც ესაუბრება, როდესაც განიხილავს რა არის გამო მოუვიდა, რა არის გამო იყო, შეიძლება ითქვას ვიღაცამ მისცეს ბიძგიც და მიმართულებაც. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად გაანალიზებინოს და მოანდომებინოს თქვენთან კომუნიკაციაც შესაძლებელია, იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია არის ხანდახან ისეთი მდგომარეობა, როდესაც თუ ადამიანმა არ მიიღო პატიება მეორე ადამიანისგან, მის ცხოვრებაში არ ლაგდება არასოდეს არაფერი, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც იმხელა ტკივილს აყენებენ და ზიანს მეორე ადამიანს, რომ მისგან აუცილებლად სჭირდებათ პატიების მიღება იმისთვის, რომ მის ცხოვრება მერე დაალაგდეს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი მოიკრებს ძალას აუცილებლად, როგორც სირთულეც არ უნდა იყოს მისთვის, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და დაამთავროს თავის ცხოვრებაში რაღაცა პრობლემები, იმიტომ რომ მუშაობა დაწყებული აქვს. კარგით, რას მოგიტანთ თქვენ ამ ადამიანის მოსვლა თქვენამდე? რას მოგიტანთ თქვენ ამ ადამიანის მოსვლა? ხო, აი, აქ ის მომენტია, როდესაც შეიძლება ითქვას, თქვენც არ გაქვთ ბოლომდე გაშვებული ეს ურთიერთობა და ეს სიტუაცია და აქ თქვენ ცხოვრებაშიც მოხდეს ისე, რომ მიხვდეთ, რომ არაფრის გაკეთება არ ღირს ამ ადამიანისთვის, არაფრის ბრძოლა და არაფრის ნერვიულობა არ ღირდა ამ ადამიანისთვის და უბრალოდ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ თქვენც აპატიოთ, ხო? იმიტომ რომ ეს ურთიერთობა მე ესე გეტყოდით, რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს ნახეთ, შეიძლება ეს კარმული ადამიანიც იყო თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა უნდა გესწავლოთ თქვენც ამ ადამიანისგან და მაგიტომაც შეხვდით ერთმანეთს და ეხლა იქნება ზუსტად ის მომენტი, თქვენ მოგიტანთ იმას, რომ თქვენც განთავისუფლდებით ამ ადამიანისგან და არა მარტო ამ ადამიანისგან. მე ესე ვხედავ ამას, რომ აქ შესაძლებელია თქვენ განთავისუფლდეთ. ნახეთ, როგორი მომენტი არის, როდესაც წარსულ ურთიერთობაზე ხშირად გეფიქრებათ და წარსულ ურთიერთობაზე ხშირად გაქვთ მიჯაჭვულობა, ხო? ანუ უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე. ადამიანს თითქოს ეკარგება, ანუ მის ცხოვრებაშიც რაღაცა უმოქმედობის მდგომარეობა არის ხოლმე და რთულდება ბევრი რამ, ხო? თუნდაც პარტნიორის შემოსვლა მის ცხოვრებაში და
თქვენ მოგიტანთ ისეთ რა მომენტს, რომ თქვენს განთავისუფლებით ამ მიჯაჭვულობიდან, ანუ ესე იგი მიხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ან უბრალოდ მისი დაბრუნებით გაანალიზებთ, რომ კი გენატრებოდათ, მაგრამ თურმე აღარ ყვარებიათ, შეიძლება ის რაღაცა წარსული მოგონებების მდგომარეობა გენატრებოდათ, ხო, რაღაცა ის წარსული ურთიერთობის მდგომარეობა, მაგრამ ის აღარ არის, რაც უნდა იყოს, ხო, ის სიყვარული და ის ურთიერთობა აღარ არის. აქედან გამომდინარე, თქვენ მიხვდებით, რომ აი უნდა ჩამოიხსნათ, უნდა დაასრულოთ ეს ამ ადამიანზე ფიქრი, ამ ადამიანზე თუნდაც გაშლების ყურება და ახალი ცხოვრება დაიწყოთ, ახალი ენერგიები შემოუშვათ თქვენ ცხოვრებაში და თქვენთვის ნახეთ რას მოიტანს ეს. მოიტანს იმას, რომ თქვენ თუ მოქმედოთ იყავით, თქვენ თუ პარტნიორი თან ვერ ალაგებთ, ხო, ეს სიტუაცია დასრულდება თქვენს შემთხვევაში. ის რაღაცა პრობლემები, ის რაღაცა მithქმა-მოთქმები, რაღაც ცუდი ენერგიები, რომელიც გეხვიათ გარს და არ გაძლევდა საშუალებას, ეს დასრულდება და უკვე დაიწყებთ ზემოთ ასვლას, ხო, ზემოთ ამოსვლას, უფრო მეტი სიმსუბუქე, უფრო მეტი ენერგიები და თქვენ ცხოვრებაში შემოვა ურთიერთობა, რომელიც შეიძლება ითქვას თქვენთვის ძალიან ბევრის მომტანი იქნება, ხო, რაღაც თუნდაც დაოჯახების კუთხით, თუნდაც რაღაცა სტაბილური ურთიერთობის კუთხით, ისე რომ მე ვერ ვიტყვი, რომ თქვენთვის რაღაცა ცუდი მოაქვს ამ სიტუაციას, პირიქით, ბევრად კარგი მოაქვს, ალბათ ღირს რომ აპატიოთ და გაუშვათ, ხო, ეს ადამიანიც, იმიტომ რომ ამ ადამიანზე ბრაზი შეიძლება ითქვას, არ გაძლევთ მოსვენებას და არ გაძლევთ რაღაცა სიტუაციურად დასრულებას ყველაფრისას, ისე რომ აქ ესე ვიტყოდი, რომ თუ თქვენ კარმული წყვილიც იყავით, შესაბამისად დასრულდება ის პერიოდი და უფრო მეტი სიმშვიდე შემოვა თქვენს ცხოვრებაში. აი ესეთი სიტუაცია არის, მოკლედ თქვენს ყოფილ პარტნიორთან მიმართებაში. კარგია, რომ გაანალიზება დაიწყო, კარგია, რომ მიხვდა მის ცხოვრების ეტაპს, რომ დროა გამოასწოროს ყველაფერი, დროა რომ თუნდაც თავის ქმედებაზე მოიხადოს ბოდიში, მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, სტაბილურობას და გისურვებთ, რომ თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებთ, რომელიც მოგცემთ სიმშვიდეს, სიწმარეს, სიყვარულს და ემოციურ ჰარმონიას. დროებით.